რეალურად მე მგონია რომ ეს დადგენილება აქამდე რომ არ ფარავდა სტრატეგიულ მაგისტრალებს უფრო შეიძლება დაუდევრობის ბრალი უფრო იყო მთავრობის ყველანაირ ლოგიკაში ჯდება ის რომ მსგავს ობიექტებზე პროტესტი, შეკრება, მანიფესტაცია ან გადაკეტვა გზების ისჭებოდეს სამართლებრივად, იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ ღიად ავტორიტარულ პოლიტიკურ ძალაზე, პოლიტიკურ ხელისუფლებაზე, ხო? და მეორე ცხადია, უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში უფრო აქტიურად გაისმოდა აქტივისტების მხრიდან გეგმაზე რომ უნდა გადაკეტილიყო გზები, ხო? ერთი წმინდა სამართლებრივად ეს ძალიან რთული და პრობლემური გადაწყვეტილება არის და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თავისთავად გარდა შინაარსისა ფორმითაც კიდევ ერთხელ აჩვენებს რამდენად ავტოკრატიულ პროცესებთან გვაქვს საქმე, ხო? იმიტომ რომ სისხლის სამართალი უნდა იყოს ერთგვარი უკიდურესი ზომა სახელმწიფოს ხელში, უკიდურესი სადამსჯელო მექანიზმი, რომელიც ყველაზე ბოლოს უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ და არ შეიძლება, ეს არის ბაზისური პრინციპი სამართლმსაჯულების, არ შეიძლება დამსჯელ შინაარსებს ადგენდეს არა კანონი, არამედ რაღაც კანონქვემდებარე აქტი, ამ შემთხვევაში მთავრობის დადგენილება, სადაც აი როგორც ამ შემთხვევაში მოხდა, ხო, უბრალოდ ერთ დღეში მთავრობა შეიკრება თუ არა, ისიც კი არ ვიცით, ფორმალურად გააფორმებს ცვლილებას და შემთხვევით გავიგებთ მერე მომდევნო დღეს, რომ ეს ქმედება გამხდარა დასჭადი, ხო? ეს თვითონ სისხლის სამართლის პროცესი, სისხლის სამართლის ლოგიკას ეწინააღმდეგება მსგავსი შინაარსი, იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანები სადამსჯელო მექანიზმებზე არ იყვნენ ინფორმირებულები რა ისჯება, როდის რა არის დასჭადი და ასე შემდეგ, ხო? და მეორე ცხადია, ეს იყო ერთგვარი რეაქცია ხელისუფლების მხრიდან და ჩვენ ხედავთ ერთგვარ მე არ მინდა რომ პანიკური დავარქვა ეს, იმიტომ რომ არ მგონია რომ პანიკური იყოს ხელისუფლების მოქმედება, ეს არის ძალიან თანმიმდევრული რეაგირება ყველა იმ საპროტესტო გეგმაზე თუ პროცესებზე, რაც ქვეყანაში ხდება, ხომ ეს არის რეაქცია, მაგრამ შესაძლოა პანიკური, მაგრამ რეაქციული. ანუ ისინი რეაქციაში არიან პროტესტის დინამიკასთან, ალბათ ეს იქნება უფრო სწორი ტერმინი. კი, რეაქციული ნამდვილად არის, უბრალოდ ეს რეაქციაც უნდა დავინახოთ როგორც ხო, ღიად ავტორიტარულ პოზიციაში ჩამდგარი ხელისუფლების რეაქცია, ხომ ნორმალური დემოკრატიულობაზე ამბიციის მქონე პოლიტიკური ძალა მსგავს ნაბიჯებს არ გადადგამდა, ცხადია, მაგრამ ნუ ბრაზი არის საუბარი დღეს უკვე სანამ უშუალოდ ამ კანონის საფუძველზე იმოქმედებს სამართალმცავი ორგანოები, ჩვენ დღეს ვნახეთ უკვე თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე იგივე დაიტოვეს აქტივისტების მიმართ პოლიციის მოქმედებები და იგივე ადვოკატ შოთა თუთბერიძეს ჰქონდა ხო ლაივი, სადაც არ ვიცი, ეს უკვე ღიად თავნებობა არის სამართალმცავების მხრიდან, ღია დანაშაული არის ყოველგვარი შეფარვის გარეშე, ყოველგვარი მცდელობის გარეშე, რომ დანაშაულის ფორმებში არ ჯდებოდეს მათი ქცევა, არა, ეს არის ღია დანაშაულებრივი მოქმედება, ჩვენ ამას პირდაპირ ეთერში ვუყურებდით სოციალურ ქსელებში და ხო ხედავთ, რომ ამაზე ნულოვანი რეაგირება აქვს ნებისმიერ სახელმწიფო უწყებას. გურო, ხვალ არის დაგეგმილი მნიშვნელოვანი აქცია, ხო? მნიშვნელობა გაზარდა მისი ამ დღევანდელმა ამბებმა თბილისის შემოსასვლელში. ეს გზა თუ სწორად ხვდები, არ თავსდება აი იმ გზების ჩამონათვალში, რადგან წეგანს საუბრობდით, ხო? აი ხვალ რა მოლოდინები უნდა ქონდეთ ადამიანებს სამართლებრივი კუთხით. ხო, კარგი არის რომ ეკითხვა დასვით, მადლობა. ხო, ყველა საავტომობილო გზის გადაკეტვის კრიმინალიზება არ მომხდა ამ ცვლილებებით. ისჯება ამ შემთხვევაში მხოლოდ საერთაშორისო დანიშნულების, საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალების ბლოკირება. სხვადასხვა ლოკაცია, მათ შორის თბილისშიც, იგივე თბილისში პროტესტი, რასაც შეიძლება თამდევოდ მოხდეს გზის გადაკეტვა, ეს არ არის კრიმინალიზებული. ჯერჯერობით ალბათ ხო ესეც უნდა დავაზუსტოთ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს საქმე ისეთ ხელისუფლებასთან. ამის მიუხედავად საკავებენ ხოლმე ადამიანებს თავისთავად არებს არ ნიშნავს, მაგრამ ნუ სამართლებრივადაც განმარტოთ კი ბატონო. კი და ჩვენ გვახსოვს იგივე საერთოდ სანამ ეს დადგენილება იარსებებდა ფიზიკურად, სამართლებრივად საერთოდ სანამ ნუსხაც კი არ არსებობდა სამართლებრივი სტრატეგიული ობიექტების, მაგრამ გვახსოვს წინა წლებში ამ მუხლით გამოძიება დაიწყო და ჩვენი თანამოქალაქეები დაყავდათ ხოლმე იძულებით გამოკითხვებზე, ხომ თუ დაკითხვებზე ამ გამოძიების ფარგლებში. ამიტომაც ხო ეს დადგენილებებში ცვლილებებიც რეალურად უფრო შეიძლება დავინახოთ ისე, რომ ეს არის ერთგვარი დაშინების მცდელობა საზოგადოებაზე მათ შორის.
გააფრთხილონ დემონსტრანტები წინასწარ დააშინონ იმოქმედონ მათ განწყობებზე, იმიტომ რომ ამის გარეშეც აბსოლუტურად თვითნებურად შეუძლიათ სამართალმცავებს გამოიყენონ ნებისმიერი პრევენციული დაკავებების შესაძლებლობა, სადაც არის დაშვებული იმ ქვეყანაში, ალბათ არავის არ უკვირს, რომ რაღაც მაგისტრალების მოხდეს ასეთ ნუსხაში, ლოგიკაში ჯდება იმ დრაკონული კანონების პაკეტის, რაც შემოგთავაზეს. აბსოლუტურად გეთანხმებით. პრევენციული დაკავებებიც უბრალოდ გასაგები არის, რომ ბოლო თვეებში გაჩნდა ჩვენს კანონმდებლობაში, მაგრამ პრაქტიკაში ბევრად უფრო ადრე არსებობდა ისიც და პოლიცია ამას ფაქტიურად ყოველდღიურ რეჟიმში იყენებდა ხოლმე აქტივისტების წინააღმდეგ, როდესაც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ შერჩევითად ხდებოდა ადამიანების დაკავება. შეიძლება პრევენციული დაკავების კანონი უკეთესიც კი იყოს, იმიტომ რომ ამის თუ ამ მუხლით დააკავებენ მოქალაქეს, მინიმუმ ადმინისტრაციული სახელი არ დაეკისრება ადამიანს. ჩვენ გვახსოვს წარსულში მოქალაქეებს აკავებდნენ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, მაგრამ იმის გამო რომ დაკავება გამართლებული იყო, მერე ისინი გადაყავდათ სასამართლოზე და ეკისრებოდათ მათ ადმინისტრაციული სახელები. ეს ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვათ, მაგრამ რეალურად რომ დავუბრუნდეთ ისევ დღეს რაც ხდება, ეს არის პროცესი, როდესაც აბსოლუტურად უარს ამბობს ხელისუფლება პოლიტიკურ მექანიზმების გამოყენებაზე, საზოგადოებრივი დიალოგის საკითხებზე, სამართლიანობაზე და დემოკრატიის ბაზისური პრინციპების დაცვაზე და ფაქტიურად შიშველი საპოლიციო ძალით, ამას პრინციპში საპოლიციო ძალაც აღარ ქვია, ეს არის ავტორიტარული ძალაუფლება, ამ გზით ცდილობს ამ პროტესტის ჩახშობას და ხო ალბათ მოქალაქეებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი უნდა იყოს, ხომ? ანუ ჩვენ რეალურად ეხლა ხედავთ იმას, რაც შეიძლება მომავალში გახდეს არათუ გამონაკლისი ადამიანების ყოველდღიურობა, არამედ თითოეული ჩვენგანის, ყველა მოქალაქის, მათ შორის მათიც, ვისაც დღეს შეიძლება უშუალოდ არ ეხება ეს პროტესტი, ან უშუალოდ არ არიან ჩართულები პროტესტში, აი ასეთი პროცესები, სახლში ამგვარი წესით მივარდნები, ჩხრეკა, აბსოლუტურად უსაფუძვლო ჩხრეკის შემდეგ არ წასვლა სახლიდან და ცდილობა რომ ადამიანები ჭყალებში ნებაყოფლობით გადაიყვანონ დაკითხვაზე პოლიციის განყოფილებებში, ესეთი რეალობა შეიძლება გახდეს თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობა. ხო, ამიტომაც მნიშვნელოვანი არის, რომ ეს პროტესტი, რაც გრძელდება უკვე ძალიან დიდი ხანია თბილისში, არ გაქრეს და პირიქით მე მჯერა, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება ეს პროცესი და ხელისუფლება დაინახავს, რომ ხო, ხალხი არ აპირებს გაჩერებას თუ დანებებას.